სამი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი იყო ჩვენი მხრიდან წამოწეული, ეს არის პირველ რიგში ევროინტეგრაციის დაჩქარება, უვიზო მიმოსვლის მიღება, ვინაიდან ძალიან გააქტიურებულია რუსული პროპაგანდისტული მანქანა, ამასთან დაკავშირებით არის ერთსულოვნება ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან. გარდა ამისა, რა თქმა უნდა, მადლობა გადაუხადეთ იმისათვის, რომ საოკუპაციო ზოლთან დღეს ჰქონდა ვიზიტი ბატონ ტუსკს და ვთხოვეთ მას, რომ მუდმივად იყოს დღის წესრიგში საქართველოს პრობლემა, როდესაც მათ აქვს საუბარი რუს კოლეგებთან, რომ ეს საკითხი მაქსიმალური სიმწვავით დადგეს და არ შემოიფარგლოს მხოლოდ განცხადებებით ევროკავშირის იქნება თუ ცალკეული წევრი ქვეყნების მხრიდან. შიდა პოლიტიკურ ვითარებასთან დაკავშირებით ბუნებრივია ჰქონდა საუბარი. ყველაზე დიდი შემაფერხებელი ჩვენი ქვეყნის განვითარების არის მმართველობის ფორმა, რომელიც არის დამკვიდრებული დღეს ქვეყანაში, ეს არის ერთპიროვნული, არაფორმალური მმართველობა, ამასთან დაკავშირებით ძალიან მკაფიოდ ვისაუბრეთ კონკრეტულ ინსტიტუციებსაც შევეხეთ და ეს ეხებოდა ეროვნული ბანკის პრობლემას და ამასთან მიმართებაშიც ასევე ევროკავშირის პრეზიდენტის პოზიცია არის, რომ საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე მნიშვნელოვანია ინსტიტუციების პატივისცემა, დემოკრატიული განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია პოლიტიკურ ძალთა განვითარება და პლურალიზმის ხელშეწყობა ქვეყანაში. ჩვენი მხრივ ვისაუბრეთ საქართველოს საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტებზე, რომელიც ჩვენთვის თავისუფალი დემოკრატებისთვის არის მთავარი ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციაზე. ვისაუბრეთ იმის თაობაზე, თუ როგორ სრულდება ასოციაციის დღის წესრიგი და რა ხარვეზებს ვხედავთ ჩვენ აქ იმ რეფორმებზე, რომელიც გატარდა საქართველოში და რომელიც არ არის დამაკმაყოფილებელი, მაგალითად ეროვნული ბანკის რეფორმაზე, პროკურატურაზე, შინაგან საქმეთა სამინისტროს გაყოფაზე და ასე შემდეგ, თუ რა ხარვეზებს ვხედავთ აქ და ამის გარდა ვისაუბრეთ ჩვენი პარტიის მომავალზე და გავაცანით მას სამომავლო გეგმები. We made our choice. Quality of Georgia is to underline and reiterate it. Is considering. So we, as the strongest